Ამ ორი შეცდომის გამო ვერასდროს ვერ გადალახავ ხვალისთვის გადადების ჩვევას. ადამიანების უმეტესობა იმიტომაც არიან მუდმივ პროკრასტინაციაში, რომ ამ ორ შეცდომას უშვებენ. პირველი, ფიქრობენ დიდ მიზანზე. მაგალითად, როგორიც არის ბიზნესის აშენება და სოციალური ქსელების გაზრდა. მაგრამ ესეთი დიდი მიზანი ყოველთვის შედგება პატარა-პატარა მიზნებისგან. და შენი მთავარი ამოცანა ფოკუსირდე მხოლოდ და მხოლოდ შემდეგ მოქმედებაზე და არა გლობალურ მიზანზე. და მეორე, ადამიანების უმეტესობა აუფასურებს პატარა ნაბიჯებს და მაგიტომაც რჩება იქ, სადაც არის ცხოვრების განმავლობაში. მაგალითად, დადე story, დაწერე რაღაცა სტატუსი, ბოლო-ბოლო rilsi გამოაქვეყნე. უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს რაღაცა უმნიშვნელოა. მაგრამ ზუსტად ასეთი პატარა ნაბიჯებისგან, რომელიც გაკეთებულია ძალიან ბევრი დღის განმავლობაში, შენდება ზუსტად ის გლობალური შედეგი. მაგალითად, თუ არ შეგიძლია სოციალურ ქსელებში გაზრდა და მუდმივად ფიქრობ იმაზე, რომ 10,000 გამოწერი მჭირდება, ბევრი ნახვა უნდა მქონდეს, დაიწყე ერთი ვიდეოთი დღეში და 90 დღის შემდეგ მომწერა პირადში და მითხარი თუ რა მაგარი შედეგები გაქვს. გამოიწერა ჩემი არხი, აქ მეტი სასარგებლო ინფორმაციაა.